იყო ერთი ჩუმი და უკარება კაცი. დიდ სოფელში კი ცხოვრობდა, მაგრამ არავისთან მეგობრობდა. ერთი განსაკუთრებული თვისება ჰქონდა ამ კაცს. ფულის ხარჯვა არ უყვარდა. არც სხვას თხოვდა რამეს, მაგრამ არც თავის ფულს მისცემდა ვინმეს. სხვისთვის კი არა, ზოგჯერ თავისთვისაც ენანებოდა ფულის დახარჯვა. შრომას და გარჯას არ თაკილობდა და რასაც იშოვიდა აგროვებდა და ინახავდა. ზოგჯერ მშიერსაც დაზინები აღონდაც ფული არ დაეხარჯა. ბოლოს დიდძალი ოქრო შეუგროვდა. ახლა ამ ოქროს დარდით სახლიდან გასვლაც კი ეშინოდა ხოლმე. ბოლოს გადაწყვიტა ეს ოქრო მიწაში დაეფლა. ერთ ბნელ ღამით ადგა ჩუმა და ამოთხარა მიწა და მთელი ოქრო იქ ჩამარხა. მაინც ვერ ისვენებდა, ვერ ცხოვრობდა მშვიდი ცხოვრებით. სულის ოქრო ანერვიულებდა. ყოველდღე მიდიოდა იმ ადგილის სანახავად. ერთხელ ერთმა მეზობელმა შეამჩნია ამ კაცის უცნაური ქცევა და გაიფიქრა, ერთი მივიდე და ვნახო, რატომ დადის ეს კაცი ესე ხშირად ამ ადგილასო. დაუდარაჯდა. დიდხანს ლოდინი არც დასჭირვებია. შებინდდა თუ არა, ძუნწი კაცი ისევ თავისი სანუკვარი ადგილისკენ დაიძრა. თავისი განძი შეამოწმა. ოქრო ადგილზე რომ დაიგულა, მშვიდად დაბრუნდა სახლში. როგორც კი ძუნწი მოშორდა იქაურობას, მეზობელმა მაშინვე ამოთხარა დამალული განძი. ოქრო რომ დაინახა, დიდხანს არც უფიქრია, ეგრევე სახლისკენ გააქანა. განძის მაგივრად კი მიწაში დიდი ქვა ჩამარხა. ერთ ღამეს ძუნწმა კაცმა ისევ გადაწყვიტა თავისი განძის შემოწმება. ჩუმად მიიპარა თავის საიდუმლო ადგილას, ამოთხარა მიწა და რას ხედავს. ოქროს მაგივრად დიდი ლოდიღა დახვდა. დაიწყო ტირილი და ვაება. ამ დროს მივიდა ის მომპარავი მეზობელი და ჰკითხა, რატომ სტირიო? კაცმა უპასუხა, ოქრო დავფალი, დახარჯვა არ მინდოდა, მოუპარავთ და მის ადგილას ლოდი ჩაუდვიათ. მომპარავმა უთხრა, ნეტავ-შენ, რა გატირებს? მაგ მიწაში თუ გინდა ოქრო იდოს, თუ გინდ ქვა, მაინც არ დახარჯავდიო. მაგ ოქროს დაქვას ერთი ფასი აქვს თუ მიწაში დევს და სიკეთისთვის არ იხარჯებაო. არ ქონება არ ვარგა და ავად ქონება კი კიდევ უარესიაო.